სალამ მეგობრებო, ვაგრძელებთ ესე იგი გაყალბებული ისტორიის დასაკრავს სიას და ესე იგი უნდა გითხრათ შემდგომი რამ რომ ჩვენ ახლა მალე დავიწყებთ კიდევ ახალ დასაკრავს სიას, რომელიც წლები გაგრძელდება, მთავარი კარგად ვიყოთ. ეს იქნება განცალკევებულად გაყალბებული არქეოლოგია. ანუ ისეთ კვლევებს მივაგენდი, ანუ კვლევებს კონსპირაციული თეორიების განხრით, რომ აი ძალიან საინტერესო რაღაცებს გაჩვენებთ, აი სხვათა შორის ვანის მუზეუმში რო ვიყავი ზაფხულში ერთი-ორი ვიდეო გადავიღე, რომ შევედი და მე რო გამოვედი და ვანის არქეოლოგიური გათხრები რო გადავიღე, იქ ამიტომ შიგნით დანარჩენი ვერ გადავიღე, შიგნით მარტო ფოტოები გადავიღე, არ გადამაღებინეს ვიდეოების გადაღება არ შეიძლებაო და ვანის არქეოლოგიური გათხრებიდან დავიწყებთ გაყალბებული არქეოლოგიის, ესე ვთქვათ, სტარტს ავიღებთ. როგორ აყალბებენ არტეფაქტებს, ოღონდ ჯერ ყველაზე ვერ ვიტყვი, ყველა არ ვიცი, ანუ რაღაც ნაწილი ვიცი, მაგალითად მონეტებს როგორ აყალბებენ და ყრიან და მე თვითონ ეს მეფის დროს მოჭრილი მონეტებია და მოკლედ ალბათ მეგონი ძალიან დიდ ტრებს შევიძენ, ხო და ამიტომ ჯერ ტელევიზიებში და იმებში არ გამოვდივარ, ვაფშე სულთად გადამივლის ხალხი, ამიტომ ჯობია ჩემს YouTube-ზე დავრჩე, აი აქ ვისაუბრებ, ვისაც უნდა ეს ინფორმაცია გაიზიაროს, ვისაც უნდა გაიზიარებს. ხო და იქ მოკლედ ესე იგი წყაროებს და კვლევებს და 1000 რამებს მთხოვენ ხოლმე და ხახნო აქ არის საერთოდ სხვა განზომილების ინფორმაციებს ვდებთ. ანუ აქ საერთოდ სხვა რამეა, არ ვიცი ზოგი მაყურებელი არის, არ არის. ვისაც გაინტერესებთ, გამოიყენეთ თქვენი ცოდნის შესავსებად ეს ინფორმაციები, მე ოფიციალურ წყაროებს და მეცნიერულ დადასტურებებს ნუ მთხოვთ. აქ პირიქით იმაზე არის საუბარი, რომ მეცნიერება ბევრ რამეში გვატყუებს. ამიტომ ნუ მიბრაზდებით და ნუ გწყით ჩემთან ჩემი ვიდეოები ზოგ-ზოგი ერთებს იქ ვიდეო კომენტარებში, თორე ძალიან თუ მომიშლებენ რომ მე ერთი წელი კიდე გავთიშავ კომენტარებს, იმიტომ რომ ისეთი ქაოსი შემოდის, ზოგი შეიძლება ერთი კომენტარი დაწეროს ადამიანმა და ტვინი გამებურღოს ორი დღე ნერვები მომიშალოს რა, ისეთი რაღაცა პროვოკაციული ის არის ხოლმე და ძალიან მაღეზიანებს რა და აქ იმაზე კი არ არის საუბარი რომ მე ვიმე დამეთანხმოს, მე საერთოდ არ მჭირდება არც დათანხმება და არც ამაზე ატკაზის დარტყმა რა, ანუ ვდებ ინფორმაციას, რასაც ვიკვლევ, მე რაც მაინტერესებს, გიზიარებ, თქვენ გინდათ მიიღეთ, თუ გინდა ნუ მიიღეთ და ასევე რომ ცოტათი ეს კომპლექსები მოიხსენეთ, რომ საერთოდ არ არის საჭირო რომ მე რასაც ვყვები, ყველაფერი დაიჯეროთ. ჩემი რეალობა სხვა არის, თქვენი რეალობა არის საერთოდ სხვა. ამიტომ საერთოდ არ არის საჭირო რომ დაიჯეროთ. მოусმინეთ, თუ რამე არ მოგწოთ, გაატაროთ ყურებში, არ არის აუცილებელი, გამოცდაზე კი არ მოგთხოვთ ვინმე ჩააბარეთო. მოკლედ ახლა ვიწყებთ ესე იგი სათაური არის პირველი მსოფლიო ომი არ მომხდარა, მეორე კი, ანუ მეორე მოხდა, მაგრამ არა მსოფლიო მასშტაბის. ნუ რეალურად ისიც არ ყოფილა მსოფლიო ომი. იყო ადგილობრივი ლოკალური ომი. სათაურის შემდგომ ესე აღწერა არის, არც ატომი და არც ატომური ბომბი არ არსებობს. ხო, და ახლა გაყალბებული ისტორიის სხვადასხვა ეპოქებს შევეხებით და აქ ახლა საუბარი რაზეა რომ ხო, გარკვეული საკითხები შეიძლება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს და სამომავლოდ ამას ჩავაკორექტირებთ, ერთმანეთს ეს ინფორმაციები შეავსებს, მაგრამ შეიძლება რაღაც საკითხები ოდნავ ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს და ეს ახლა კვლევა ჩემთვის ახლა კვლევაძიების პროცესში, აი კვლევაძიების პროცესში, ანუ ბუნებრივი რამეა რა. აი მაგალითად ახლა ერთ-ერთი მაგალითი სიტყვაზე. აი მე ესე ვაპირებ რომ დავყო ეს ინფორმაციები, რომ არის მესამე განზომილების ინფორმაცია, მეოთხე და მეხუთე განზომილების ინფორმაცია, იმიტომ რომ აი ესე კარგად ჩაჯდება რა, ეს ცოტა ფანტასტიკურად რომ შევხედოთ. აი მაგალითად ავიღოთ. ლენინზე მოვყევით, ეგვიპტურ მატრიცაში ვსტრიალებთ მთლიანად ლენინის გარშემო, მაგრამ აი პირობითად რომ დავარქვათ, მეოთხე ან მეხუთე განზომილების ინფორმაციაში ლენინი ვაფშე არ არსებობდა, ხვდებით? ამიტომ ერთმანეთს ეს საკითხები დაუპირისპირდება, სამომავლოდ ისეთ რაღაცებს ვიყვი, ანუ სამომავლოდ ისეთ რაღაცებს მოვყვები, რაზეც ერთი 5 ვიდეო მიდევს და მე ვიტყვი რომ ეს არ არსებობდა თქო. ხვდებით, იმიტომ რომ ერთმანეთს დაუპირისპირდება, მაგრამ დავარქვათ ამას სხვადასხვა განზომილების ინფორმაციები. თან ცოტა ეს რაღაცა კარგად ჩაჯდება რა. ესე იგი პირველ რიგში შორტ ვიდეოებში ეხლა მე ავტვირთ ეწეღან ორი ვიდეო რა. ეხლა მე რასაც ვილაპარაკებ, რომ ვიზუალურად უფრო მიხვდეთ, მოკლე ვიდეოებში ამ ჩემ არხზე შედით. იქ არის TikTok-იდან გადმოვიწერე ერთი ვიდეო არის, სადაც მჭედელი ხელოსანი, ესეთი მოყვარული კი პროფესიონალები არიან, მაგრამ აი რკინის ხანჯლების სახელოსნოები რო აქვთ, აი რა გააკეთონ რო აღარ იციან ხოლმე, იმდენი ფული აქვთ ამ უცხოეთში ხალხს, რომ აი დიდი საბრძოლო ხმალს რო აკეთებს, დიდ საბრძოლო ხმალს და იქ დააკვირდით ხმლის დამზადების პროცესში, პირიქით სადაც ავტოფარეხში სახელოსნო მამაკაც მოწყობილი, რამდენ დანადგარს იყენებს, ანუ
რამდენ დანადგარს იყენებთ, იქ სვერლოები და რა ვიცი, რას აღარ იყენებს, სალესი პირები, ის რაღაცა ქურა რაც არის, რაშიც აცხელებენ მეტალს და ასე დასაწყისი მომენტი მოვაჭერი პროსტა იქ მეტალის დამუშავების, იმიტომ რომ არ ვერ ეტეოდა ვიდეო. და მეორე ვიდეო ვიზუალურად რომ აღიქვათ, ეხლა ვისაუბრებ ჩვენ რომ არანაირი სახის წისქვილები არ არსებობდნენ ადრე და იქ წისქვილის, ანუ წყლის წისქვილში ეს ქვები ერთმანეთს როგორ ეხახუნება ვიზუალურად არის ნაჩვენები. მოკლედ ბოლო ორი ვიდეო ნახეთ, შორტ ვიდეო და შეუთავსებთ ამას ვიზუალურად რა, ამ ინფორმაციას რა, ეხლა დავიწყებ. ხო, ესე იგი პირველ რიგში ესე იგი ვაძიმის ვლოგში იქნა ნახსენები ერთი აბზაცი, პატარა აბზაცი. ვაძიმმა მოყვა ერთ-ერთი გამომწერის წერილი. თავის ბებიაზე მოყვა, რომელიც დიდი ბებიაც, ერთ-ერთი ვაძიმის გამომწერის ბებიას დაუბარა ძალიან დიდმა ბებიამ, რაღაცა ისტორია დაიბარა ოჯახში და ეს ისტორია არის გადმოცემული. თამარა, ეხლა კარგად სიტყვით მოусმინეთ ყველაფერს რა. აი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს შევეხებით. თამარა 1922 წელს იყო დაბადებული. მისი დიდი ბებია, ანუ სავარაუდოდ დიდი ბებიის დედა, ანუ ბებიის ბებია. ანუ 1922 წელს რო იყო დაბადებული, ამისი დიდი ბებია. ამ პიროვნების დიდი ბებია, რომლის დაბადების წელი უცნობია, დატოვა საინტერესო ისტორია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ანუ საუბარი არის მე-18 საუკუნის ბოლოს ცხოვრებ, ან მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრებ ამ ბებიაზე რა. ეს ინფორმაცია კი გამოიყურებოდა ასე. დაიმახსოვრეთ, რომ იყო დრო, როცა არც მე და ჩემს გარშემო არც სხვამ არავინ არ ვიცოდით თუ ვინ ვიყავით და საიდან ვიყავით. დედამიწაზე არ იყვნენ მოხუცები. არ იყო საფლავები, მხოლოდ ჩვენ მარტო მცირეწლოვანი ბავშვები, მეხსიერების გარეშე და ოჯახის გარეშე. ქალაქები იდგნენ ცარიელები, არ იყო ხეები, მინდორში ცხოველები არ ბინადრობდნენ, კოღოების კი არ დაფრინავდნენ. ეს მხოლოდ შემდგომ გამოჩნდა ყველაფერი და პირველი წელი ყველაზე საშინელი იყო, ძალიან ბევრი მოკვდა. ბავშვები სრულყოფილები არ იყვნენ. აი ეს ტექსტი გადმოეცა თამარას წინაპარი ბებიისგან და იგი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ამ მონაყოლს. ანუ ესა გახლავთ ჩატვირთვის პერიოდის, ესე ვთქვათ, როგორ იტყვია ხოლმე ოჯახში გადმოცემით რაღაცა ისტორიას რო დაიბაარებდნენ ხოლმე ბებია ბაბა, აი ეგ არის, გადმოცემული არის რეალობა რა. როგორ ჩატვირთვეს ჩვენი ცივილიზაცია მე-19 საუკუნის დაახლოებით. ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ როგორ არის იცით ხალხმა. მე-18 საუკუნის ბოლოდან მოხდა ჩვენი ცივილიზაციის ჩატვირთვა, მე-19 საუკუნის დასაწყისი, მე-18 საუკუნის ბოლოდან, მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდამდე, მაგრამ არსებობს კითხვები, გარკვეული ერები შესაძლებელია იყოს ჩატვირთული 50 წლის წინ. აი მაგალითად ჩინეთზე არის ძალიან დიდი კითხვები. ჩინეთის და იაპონიის ისტორიაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, სრულიად გამოგონილია. ეხა იქ მეც რაღაც ის მაგათი შემორჩენილი კულტურული ხელოვნებები და იმპერატორის სტატუეტკები და ქანდაკებები ეხლა უკვე გასაგებია რომ ეგენიც გაყალბებულია. მე მაგმაწუხებდა და მაგასაც მოვუყომარეთ უკვე. და ანუ ამბობენ, ნახეთ, ის ხალხი სვავს კითხვას, იქ რაღაც კითხვები არის. ეხლა რომ ელექტრომანქანებს უშვებენ და მთელი ამბები რო აქვთ. საერთოდ 1970-იან წლებში ჩინეთში ვაფშე რა ხდებოდაო ჩვენ არც კი ვიცითო. ანუ შესაძლებელია გარკვეული ერები, შესაძლებელი კი არის ეგრეც არის მომხდარი, რომ ზოგი არის მე-20 საუკუნეში ჩატვირთული რა. მოგეთ ნაწილი 2 საუკუნის განმავლობაში ნაწილი ხდებოდა ხალხის ჩატვირთვა რა, დედამიწაზე რა. ზოგი იმ დროს, ზოგი ამ დროს რა, შევეხებით და გავიგებთ ნელ-ნელა რა. იმიტომ რომ ზოგი მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაიტვირთვა. ახლა ერთ-ერთი პიროვნება იმას იძახეს, რომ აი რუსეთის რევოლუციაო საერთოდ არც კი მომხდარაო, რომ ჩატვირთეს ხალხიო, უთხრეს რომ რევოლუცია მოხდაო, რა მონარქიც არ იყო იქო რა, ნიკოლოზ მეორეზე ლაპარაკი. ნუ ძალიან ბევრია ინფორმაცია, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცას ჩამოყალიბდებით. ეხლა თავებად დაყოფილი და მოგეთ თავებად მიყვებით. მსოფლიოს ფანტასტიკური ისტორია. მთელი მსოფლიოს ისტორია, რომელიც თქვენ იცით, ეს არის კოსტუმირებული კინო ფენტეზის ჟანრიდან. რეალობაში კი არასოდეს არ ყოფილა ის, რასაც თქვენ ისტორიულ ფილმად ან ისტორიული მოვლენების ილუსტრაციებად წარმოიდგენთ. ყველა ეს მოვლენა ფენტეზის მწერლებმა მოიგონეს. ილუსტრაციები მხატვრებმა მოიფიქრეს.
ისტორიული კოსტუმები თანამედროვე კოსტუმების ხელოვანებმა და დიზაინერებმა გამოიგონეს. თქვენ წარმოსახვაში წარმოიდგენთ, რომ იყო რომელიღაცა კულიკოვსკის ბრძოლა, ან კიდევ ბოროდინოსი, ასევე სპარტაკის ამბოხება, მაკედონელის დამპყრობლური გაბრძოლებები. ყველაფერი ეს გახლავთ ფენტეზი. და ამ ფენტეზის მიზანი მხოლოდ ერთია: შექმნას ისტორიული რეალობების იერსახე და მოვლენების თანმიმდევრობა, რათა ხალხმა ვერ გააანალიზოს ის, რომ ისინი ჩატვირთეს დედამიწის მატრიცაში ექსპერიმენტების გამო. ეს ყველაფერი მოიგონეს იმისთვის, რომ ხალხს გონებაში მსოფლიოს სურათი ჰქონდეს წარმოდგენილი და რათა თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ, რათა იყოს ცოდნის ილუზია იმაზე, თუ რა ხდებოდა, სად ხდებოდა, რათა გმირების პანთეონი იყოს, რათა გამოგონილი ისტორიის ფუნდამენტი ავტორიტეტულობას და ძალაუფლების კანონის უწყვეტობას ქმნიდეს. ხვდებით რა შესაქმე? დაუკვირდით, გამოგონილი ისტორიის ფუნდამენტი ავტორიტეტულობას და ძალაუფლების კანონის უწყვეტობას ქმნიდეს. ეს კოსტუმირებული კარნავალი ფარავს გრანდიოზულ აფიორას. ამ მსოფლიოს ბუტაფორულობა ემსახურება მხოლოდ სიცრუეს. კუნძულები. ეხლა მე თქვენ უნდა გაჩვენოთ რამდენიმე კუნძული. კიდევ ერთი მტკიცებულებას იმისას, რომ კაცობრიობა ჩასახლებულია დედამიწაზე, წარმოადგენს კუნძულები. ასე გამოვიდა, რომ ჩვენს კუნძულებზე მთელი საზოგადოებები ცხოვრობენ. მაგალითად, ისლანდია კუნძულოვანი სახელმწიფო გახლავთ. იქით ინდონეზია, შრი-ლანკა, მადაგასკარი, კუბა, დომინიკელთა რესპუბლიკა. რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალეთ. ეხლა მინდა შეგახედოთ ეს ლოკაციები ვიზუალურად, კი იცით ყველა, მაგრამ ვიზუალურად სად არის დედამიწა, რუკაზე შეგახედოთ ერთ წამს. შეხედეთ ისლანდია სად არის? შეხედეთ სად არის ისლანდია. მადაგასკარის კუნძული შეხედეთ. მადაგასკარი. ინდონეზიას შეხედეთ სად არის? ინდონეზია. კიდე რა ეწერა? შრი-ლანკა. აბატონო, შრი-ლანკა. ხედავთ რამხელა ოკეანეში იმყოფება? კუბა, ხედავთ? კუბა, დომინიკელთა რესპუბლიკა. სანტო დომინგო. ანუ ხედავთ რამხელა ოკეანეში არის საუბარი? თან იმ დროს, როდესაც ეს გამოგონილი ეს ხის გემები არ არსებობდა, გამორიცხული ამხელა ტერიტორიების ოკეანის გადაკვეთა ხის გემებით. ეხლა გავაგრძელოთ. ინდონეზია და მოგეთ მადაგასკარი და შეხედეთ. მთელი ამ კუნძულის მოსახლეობის ხალხებს საერთოდ არანაირი ისტორია არ გააჩნიათ. მაგალითად, კუბის ისტორია პირდაპირ ფიდელ კასტროდან და ჩე გევარადან იწყება. კუნძულებზე მცხოვრებ მოსახლეობას კონტინენტებთან არანაირი კავშირი არც ჰქონდა და ვერც ექნებოდა. აქვე გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ხის გემები არ არსებობდნენ, მაგრამ ამისგან მიუხედავად ასე გამოდის, რომ მათ გამოიგონეს ენა. ისინი ყველანი გადარჩნენ და აქამდე მოაღწიეს. დააგროვეს მოსახლეობა. ანუ აქ, როდესაც ესე ვსაუბრობ ხოლმე, გადათამაშება ხდება ტექსტის და ზოგი ვერ მიხვდა, მაგრამ მათ დააგროვეს მოსახლეობა. ანუ ოფიციალური ისტორიით რა მოხდა და არაოფიციალურად როგორ მოხდა. უნდა მიხვდეთ ახლა ტექსტს რა. დააგროვეს მოსახლეობა. თავად ისწავლეს ინსტრუმენტების კეთება, ვითომ ისწავლეს, ოფიციალური ისტორია გვეუბნება, რომ ისწავლეს, აღარ ჩავკონკრეტდები, დანარჩენს მიხვდებით. თავად ისწავლეს ინსტრუმენტების კეთება, ასათის დამზადება, იგულისხმება, რომ კუნძულზე რა დამოუკიდებლად. ასათის დამზადება თავად მოიფიქრეს და გააკეთეს. მათ მთელი მეცნიერებისა და აღმოჩენების გარეშე ყველა კუნძულზე ცალ-ცალკე ხალხებმა ისწავლეს ყველაფერი ზუსტად იგივე და თან ისე, რაც ჩვენ მეცნიერების დახმარებით შევქმნით. იმიტომ რომ მათთან ეს მეცნიერება ვერც კი მიაღწევდა. მათ არ ჰქონდათ წიგნები. მცირე მოსახლეობის პირობებში რაღაცნაირად კუნძულებზე მათ თავისით ისწავლეს წიგნების კეთება. თავად მოახერხეს სახელმწიფოს შექმნა. მეცნიერების გარეშე, მთელი მარქსისა და ადამ სმიტების გარეშე შეძლეს შრომის დანაწილების შექმნა. თვითონ მოიფიქრეს და დაამზადეს კასრები, ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. ზოგიერთ კუნძულზე მსგავსი მცენარეებიც კი არ ხარობს, რომ ამ მცენარეების გადამუშავებისგან რაიმე სამოსი დაემზადებინათ. თავად შეძლეს ჰიდროელექტროსადგურების შექმნა და ააშენეს კიდეც. ეს ყველაფერი ფიზიკურად და აბსოლუტურად შეუძლებელია. არსებობს უამრავი რაოდენობის მცირე კუნძული და დღეისათვის იქაც კი არის ინტერნეტი და ყველა სახის კომუნიკაცია.
ამ მცირე კუნძულებზე ცხოვრობდა ხალხი და მათაც ჰქონდათ პროგრესი და ყველაფრის გაკეთება თავად მოიფიქრეს. კუბაში სოციალისტური რევოლუციაც კი მოხდა. ანუ გარკვეული გზებით იქ კარლ მარქსის შრომები ხელში ჩაუვარდათ. ვთქვათ, მათ ეს 50-იან წლებში გააკეთეს და აქ ორი ადამიანი ფიგურირებს. ჩე გევარა, რომელიც გაურკვეველია რეალურად საერთოდ იყო თუ არა, და მეორე ფიდელ კასტრო. გამოდის, რომ მანამდე სახელმწიფო კაპიტალისტური იყო და კაპიტალისტები კვლავ შეცდნენ და გამოდის, რომ კუნძულები ევოლუციის თეორიებს უარყოფენ. და როგორ შეიძლებოდა, რომ კუნძულებზე ადამიანები მომხდარიყვნენ, იქ თავიანთი მაიმუნები ჩამოყალიბდნენ ადამიანებად გარკვეული ისლამური გენებით? ევოლუცია შეძლეს და რამდენიმე საუკუნე ცხოვრობდნენ ამ კუნძულზე? სინამდვილეში კი ჩვენ ჩაგვასახლეს ამ კუნძულებზე. იმის მიხედვით თუ მიმსჯელებ თუ როგორ გაგვავრცელეს მსოფლიოს სხვადასხვა ტერიტორიებზე და ასევე კუნძულებზეც ყველა ხალხები ერთნაირად და ერთდროულად როგორ ჩაგვასახლეს, მივხვდებით, რომ ეს არის ადამიანის აბუჩა დაგდება. ვიღაცა უდაბნოში ჩასვეს, ვიღაცა ჩრდილოეთ მხარეში და ვიღაცა კიდევ კუნძულებზე. კუნძულებზე ხომ თავისით მოუწევდათ ჯერ მიმხდარიყვნენ, მერე მოეფიქრებინათ და მერე უკვე ეპოვნათ მინერალების საბადოები. ამოეთხარათ, გაეკეთებინათ მათგან ინსტრუმენტები და მთელი სამრეწველო და ინდუსტრიული ტექნოლოგიური პროგრესი განეხორციელებინათ. ისლანდიაში ძალიან ცივა, იქ პირდაპირ და ეგრევე დაფებით უნდა ააშენოს სახლები. როგორც კი მოხვდებოდა ადამიანი ისლანდიაში, ეგრევე დაფებისგან სახლი უნდა აეშენებინა, რათა ადამიანი უბრალოდ გადარჩენილიყო, არათუ საუკუნეები ეცხოვრა ამ გამყინვარებაში. ეხლა პატარა ჩართვას გავაკეთებ ამაზე, რომ აი კურსკი, მაგრამ იკურსკი თუ როგორ ქვია, იკურსკი, აი სერიალში რო გადავობენ ხოლმე. იკურსკის როგორ იწერება, იკურსკის ქალაქ იკურსკის, რუსეთის იკურსკის ვიდეო შემხვდა რა. იმდენად ყინვაა და ისეთი სიცივეა, რომ კორპუსები დგას ხახტო სტოლბებს, ანუ ბეტონის ბოძებზე დგას. ქვევით პირველი სართული ვაფშე არა, აი ჩვენთან რომ პირველი სართული თქვა, პირველი და მეორე სართული კომერციული ფართობს აქვს დაკავებული, ესე იგი პირველი სართული საერთოდ არ არის, იმდენად ისეთი ყინვაა და ბეტონის ბოძებზე დგას ეს სამხელა კორპუსები, მთელი შენობები, მთელი ქალაქი, ძველების გარდა ახალი საბჭოთა კავშირის დროს აშენებული და მთელი კომუნიკაციები, ეს კანალიზაციები და წყლები და რაღაცები, აი ამ ქვეშ გადის, რა თქმა უნდა, ძალიან თერმულად შეფუთული რა. ეხლა წარმოვიდგინე, იქ შენ როგორ უნდა გადარჩე, რა ევოლუცია უნდა განიცადო, სრულიად გამორიცხულია. აშენებულ ბინაში თუ შეგიყვანო, თუ პირველივე ღამეს გაიყინები. ეს ის თბილისი კი არ არის, რომ თქვა უსახლკარო ხარ და ან გაიყინები ან არა, ეგრევე გაიყინები პირველივე ღამეს. მაგალითად, სიტყვაზე ჩრდილოეთ რომელიმე კუნძულზე მომენტალურად მთელი ცივილიზაცია მოვაშორო და თქვენ ადამიანების რაღაცა ნაწილი მოვაშორო და თქვენ ადამიანების რაღაც ნაწილი უცებ იქ ცივილიზაციური მიღწევების გარეშე ჩაგასახლოთ. იცით რა მოხდება? თქვენ სახლის აშენებას ვერც შეძლებთ, იმიტომ რომ ამისათვის არც ცოდნა, არც ხელსაწყოები და არც მასალა არ გექნებათ და ვერც მოასწრებთ, რადგან ამ ყველაფრის შექმნამდე უბრალოდ გაიყინებით. ამიტომაც ადამიანის ჩასახლება შესაძლებელია მხოლოდ უკვე გამზადებულ, აშენებულ და გარემონტებულ ბინაში. ატომის თეორია. არანაირი ატომი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ინფორმაციული ხმაური და ეს მოდელი აბსოლუტურად არალოგიკური და კაცობრიობისთვის გარედან თავსმოხვეული თეორიაა. ფიზიკოსები ამტკიცებენ, რომ მყარ ნივთიერებაში ატომები ერთგვარ კრისტალურ ბადეებს ქმნიან და ამასთანავე ასევე ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ატომებისგან შედგება. იქ არ შეიძლება რომ იყოს არანაირი თავისუფალი სივრცე და არანაირი ატომების დამაკავშირებელი ჯოხები გისოსების სახით. მაგრამ ატომები სითხეებში მოძრაობენ და აქვთ გარკვეული სივრცე მოძრაობისთვის და მაშინ რისგან შედგებიან ისინი? აირად ნივთიერებაში ატომები ქაოტურად იწყებენ მოძრაობას, ანუ მათ კიდევ უფრო მეტი სივრცე აქვთ სამოძრაოდ, რომელიც კვლავ გაურკვეველია რისგან შედგება. სიტუაცია მყარ ნივთიერებაში ელექტრონების მოძრაობის შემთხვევაში საერთოდ გაუგებარია, მათ სად უნდა იმოძრაონ? ჩვენ რამდენიმე მტკიცებულება გვაქვს ატომური თეორიის შესახებ. ბირთვულ ძრავზე მომუშავე ყინულმჭრელი, ატომური წყალქვეშა ნავი, ატომური ბომბი, ანუ ის რაც თქვენ ახლა კომენტარებში უნდა დაწეროთ, მე წინასწარ გეუბნებით. ანუ ატომური ბომბი და ატომური სადგური. თუ კი ჩვენ სტატისტიკას ავიღებთ, ატომური სადგურებიდან ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ადამიანები მხოლოდ ელექტროენერგიის საერთო მოცემულობის 6%-ს იღებენ. ანუ ძირითად ელექტროობას ჩვენ ჰიდროელექტროსადგურებიდან ვიღებთ. აი თუ კი ჩვენ შევხედავთ, როგორ მიმდინარეობს ამ ურანის მოპოვება,
და შემდგომ მისი გამდიდრება და 50 წლიანი მომსახურეობის შემდგომ მისი გადაგდება ხდება და საერთოდ რა ღირს ან ფასები და ასე შემდგომ. მოკლედ საერთოდ ჯამში ეს გაუგებარი და სრულიად არასაჭირო ინფორმაციაა, რომელსაც მივყავართ იმ აზრამდე, რომ არანაირი ატომური სადგურის გაკეთებას აზრი არ აქვს. მით უმეტეს თუ ის ასეთი მავნებელია. ზოგადად არც არსებობს იმის ნიშნები, რომ ატომი მავნებელია. ჩვენ გვქონდა ჩერნობილის ავარია და იქიდან არც არავინ არ წამოსულა, ისევ ცხოვრობს ხალხი. რა თქმა უნდა, ნაწილი წამოვიდა, მაგრამ საუბარია, რომ ხალხი ისევ ცხოვრობს. და მათთვის არანაირი ზიანი რადიაციას არ მიუყენებია. ხიროსიმა და ნაგასაკიში ჩაგდებული იქნა ატომური ბომბი და არც იქიდან არ წამოსულა არავინ. იაპონიაშიც იყო მსგავსი ატომური სადგურის ავარია და თანაც საკმარისად ძლიერი, მაგრამ იქიდანაც არავინ არ წამოსულა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ არანაირი რადიაცია არ არსებობს. ატომური ბომბი ერთეულ სახელმწიფოებს აძლევს საშუალებას სხვა სახელმწიფოებზე დომინირებისთვის. მთელი ეს ზღაპრები ატომური ბომბების შესახებ, რომ თითქოს და რუსებს 1800 ქობინი აქვთ, ხოლო ამერიკელებს 1600 ქობინი, მაგრამ ისინი არასოდეს არავის არ გამოუყენებია. ორი ბომბი იქნა ჩამოგდებული ხიროსიმა და ნაგასაკიში, რომლებიც საკმაოდ პატარა ქალაქებია, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი მაინც გადაურჩნენ ამ აფეთქებას და შენარჩუნდნენ. ჩვეულებრივად შეიძლებოდა, რომ იმ ბომბში დიდი რაოდენობის ტროტილი ჩაეტენათ გარკვეულ ქიმიკატებთან ერთად, რომელიც შემდგომში დაავადებებს გამოიწვევდა ხალხში და ადამიანებსაც ეგონებოდათ, რომ ეს რადიაციაა. სავარაუდოდ, ეს ტროტილი და ქიმიკატები ძალიან დიდ ბომბში ჩატენეს და ის საკმაოდ ძლიერად აფეთქდა. ატომური ბომბის პირდაპირ აფეთქება კი არავის გადაუღია კამერით. ის, რაც ჩვენ ვიდეოებში გვინახავს, შესაძლებელია, რომ დადგმული აფეთქება ყოფილიყო. სინამდვილეში კი თქვენ არავინ შეგიშვებთ და არავინ არ გაჩვენებთ, რომ დაითვალოთ თუ რომელ სახელმწიფოს რამდენი ქობინი აქვს. არსად ნაჩვენები არაა თუ როგორ მუშაობს ეს ატომური ყინულმჭრელი გემი. ან კიდევ ატომური წყალქვეშა ნავი. შესაძლოა, რომ ეს ძრავი უბრალოდ სრულიად სხვა პრინციპით არის აგებული. მისი გადაკეთება შეუძლიათ და მან შეიძლება ზუსტად ისევე ბენზინზე იმუშაოს და ყველას უთხრათ, რომ ეს თითქოს და ატომური წყალქვეშა ნავია. ისევე როგორც ფილმ შეუსრულებელი მისიის ბოლო ნაწილში საფინალო ანგარიშწორებაში ვიხილეთ. იარაღი. კიდევ ერთი მტკიცებულობა იმისა, რომ ჩვენ აქ ჩაგვასახლეს, ითვლება იარაღი. მშვილდი, როგორც იარაღი, აბსოლუტურად გამოუყენებელი და შედეგის ვერ მომცემია, იმისათვის, რომ მშვილდი ისრით ადგე და იომო. თუ კი ის არის ხელს დაგიზიანებს, ფეხში ან მუცელში გაგეყრება, ეს ახლო მანძილიდან არის შესაძლებელი მარტო 5-6 მეტრის დაშორებაზე შენ შეგეძლება, რომ სროლელამდე მიირბინო და იგი ხმლით მოკლა. ხოლო ათეულობით მეტრის დაშორებით პირველ რიგში ხომ რთული იქნება, რომ სამიზნეს მოარტყა ის არის და მეორე ძალიან რთული იქნება დიდ მანძილზე მტრის ისრით განადგურება. იმიტომ რომ ისრის გაფრენის სიჩქარე საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ სხვა მებრძოლი მოიკლას. შეიძლება ტანსაცმელიც კი ვერ გაჭრას. ეს იარაღი ბრძოლის საწარმოებლად სრულიად გამოუსადეგარია. შემდეგ წამოვიდა გამოგონილი იარაღები, მუშკეტები და ქვემეხები. მუშკეტები 100 წელი იყო და წესით ის მთელ ქვეყანაში უნდა გავრცელებულიყო, მაგრამ მუზეუმების გარდა მათ ვერსად ვერ შეხვდებით. ამ მუშკეტიდან გასროლა შეუძლებელია, იმიტომ რომ დღევანდელი იარაღში თქვენ ტყვიაში გაქვთ გილზა და გილზა მიმართულებას აძლევს დენთის დარტყმის ზალას. ხოლო თუ შენ მუშკეტი გიჭირავს, მაშინ იქ მოგიწევს ჩაყარო დენთი, ის გილზაში არ იმყოფება. დენთი და ის გილზაში არ იმყოფება. ეს დენთი ფეთქდება და დარტყმის ზალა არაერთი მიმართულებით, არამედ ერთდროულად ყველა მიმართულებით მიდის. ანუ ლულაში ასეთ აფეთქებას ყველა გასროლისას იარაღი ყველა მხრიდან უნდა დაეზიანებინა და ჩამთველის მიმართულებითაც უნდა გაესროლა. ანუ უკან დენთის ტყვიაზე ზემოქმედების ზალა საკმაოდ მცირე იყო. ასევე მსგავსად ამისა გამოგონილი იარაღია ქვემეხი. აი სხვათა შორის ქვემეხები რომ ინახავს ხომ ესე სასაფლაოებზე დგას და რაღაც მუზეუმებში რომ აი ჩვეულებრივი რაღაცა ჩამოსხმული რკინაა, რომელიც არის აი სრული სისულელე რა, მაგით ომი და პლუს ნაპოლეონის მიერ მოსკოვში წაღება ამ სიმძიმე რკინის და რაღაცა ქვემეხებით სროლა, ანუ როგორი გამოგონილი ზღაპარია ხალხო, იცით? მოკლედ
იარაღი, ანუ იგივე გამოგონილი იარაღია ქვემეხი. იგივე ეფექტია მათ, ანუ ეგ შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ რაღაც ეს იარაღთა ვერ მიდიოდა. იგივე ეფექტია მათ იქ რკინის ბირთვი ჩადეს და მის ქვეშ დევთის პარკი მოათავსეს და იგი ლულაში ყველა მიმართულებით ფეთქდება. და აი ხვრელი, რომელსაც ცეცხლს დაუნთებ, ისიც ასევე აფეთქდება. და ამ დენთთან ვინც კი ახლოს იდგება, ყველას დაზიანებას მიაყენებს. ანუ იარაღი მთლიანად აფეთქდება და დიდ მანძილზე რკინის ბირთვს საერთოდ ვერც კი გაისვრის. ეს ქვემეხები რომ რეალური ყოფილიყო, ისინი უამრავი რაოდენობისა იქნებოდნენ შემორჩენილები და ყველა ქალაქში იდგებოდა. მაგრამ ახლა მას ვერსად ვერ ნახავთ. ქალაქის მუზეუმებში შეხვალთ და იქ იხილავთ, რომ ყველა ექსპონატი სინამდვილეში მე-20 საუკუნეში დამზადებული იქნება და არა ისტორიული, მაგრამ იქ გიდები გეტყვიან, რა თქმა უნდა, რომ ისტორიული მე-18-მე-19 საუკუნეებისაო. სხვადასხვა ჯანაშიას მუზეუმში გვაქვს ისი საბჭოთა მუზეუმის გააკეთეს. ჩვენ როდესაც ჩაგვიტვირთეს ამ იარაღებიანად ჩაგვიტვირთეს და მთელი ეს იარაღები გამოგონილი იქნა ყველა იმ ქვეყნისთვის ერთად და ერთდროულად. ოფიციალური ისტორიის მიხედვით კი რაღაცნაირად გაურკვევლად მთელმა ამ იარაღმა მთელ მსოფლიოში გავრცელება განიცადა. აი მანამდე კი თუ კი ვინმე მხმალი გამოიგონა, უცებ ყველა ქვეყანა იწყებდა ეგრევე მეტალის მოპოვებას და ყველასთან გაჩნდებოდა ხოლმე ხანჯლები. ის უცხო ცივილიზაცია დღემდე კურირებს ჩვენთვის იარაღის მოწოდებას. თუ კი წარმოიშვება ომი, რომელიც მაგალითად გერმანიასა და ssrk შორის გაიმართება, რაღაცნაირად უსწრაფესად აღმოჩნდება ხოლმე ხალხის გამოგონებისა და დაბრძენების დონე. ისე რომ ეგრევე ტანკის კეთებას იწყებენ ქარხნებში. აი რატომ მისცეს მათ რეაქტიული რაკეტა საბჭოთა კავშირს, ამან განაპირობა ომის ძირითადი გამარჯვება. მერე კი გადაწყვიტეს, რომ ცივი ომით უნდა გამქრალიყო საბჭოთა კავშირი. ეს იყო მათი სპექტაკლის სცენარი. იმიტომ რომ რეაქტიული რაკეტა, აქ რაკეტაზე არ არის საუბარი, აქ ლაპარაკია საწვავზე. დღეისათვის კი უკვე გამოჩნდა ზებგერითი იარაღები და ეს მოხდა იმიტომ, რომ ვიღაცამ საიდანღაც ჩვენ ახალი ტიპის საწვავი მოგვიტანა. ეს განაპირობებს ანუ ზებგერითობას ამ რაკეტების და იარაღის. ის ცივილიზაცია, რომლებმაც ჩვენ აქ ჩაგვტვირთეს, ისინი ყველას აძლევენ ანალოგიურ იარაღს თითქმის მცირედი ნიუანსების განსხვავებით და ავითარებენ საკუთარი სცენარის განვითარებას ჩვენს ცივილიზაციაზე. პირველი მსოფლიო ომი. აქ ჩვენ მითის ლოგიკური მსჯელობა ხალხო, ვის რისი ჯერა აქ ამაზე არ არის საუბარი და ისტორიის წიგნებში რა წერია. ლოგიკა. პირველი მსოფლიო ომი, რაც შეეხება პირველ მსოფლიო ომს, ის არასოდეს არ ყოფილა. იგი აბსოლუტურად არალოგიკურია. ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერია სრულიად აბსურდულია. ავსტრიელები გერმანელი ხალხების ჯგუფში შედიან. უნგრელი ხალხი პოლონელებისა და რუმინელი ხალხების ჯგუფში ერთიანდებიან. როგორ მოახერხა ამ ორმა ნაციამ გაერთიანება და როგორ აღმოჩნდნენ ერთად, ვინ მართავდა სახელმწიფოს, უნგრელები თუ ავსტრიელები? ოსმალეთის იმპერია სრულიად აბსურდული რამეა. მე-13 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე საბერძნეთი, ბულგარეთი, დღევანდელი საუდის არაბეთიც შედიოდა და ასე შემდეგ. ყველა ამ სახელმწიფომ საკუთარი ენა, საკუთარი ხალხები და თავიანთი ორიგინალურობა შეინარჩუნეს. ამიტომაც არანაირი ნიშნები იმისა, რომ ისინი თურქეთის გავლენის ქვეშ იყვნენ, არ არსებობს. ანუ ეს იმპერიები არ არსებობდნენ და ისინი გამოიგონეს იმისათვის, რომ გასულ საუკუნეებში ფულადის სისტემის არსებობა დაემალათ და ამით ხალხი დაეჯერებინათ, რომ თითქოს და ფულადის სისტემა კაპიტალიზმამდეც არსებობდა. ამას შევეხებით გაყალბებულ არქეოლოგიაში, ეხლა ჩანართს გავაკეთებ, შევეხებით, რომ ეს მოჭრილი მეფეების დროს მოჭრილი მონეტები არის პირდაპირ ციდან გადმოყრილი ისევ ამ ცივილიზაციის მიერ, ეხლა თუ მანამდე არ ვიცი, მანამდე ჩატვირთვის დროს, რათა ხალხს მე ეს მონეტები ეპოვა და ეფიქრა, რომ აი დავით მესამის მონეტა ვიპოვე, დავით მეორის და მიაქვთ მე მუზეუმში და ჩვენ იქ ვხედავთ ამ მონეტებს, რომელიც არის სტანოგზე მოჭრილი, რა თქმა უნდა, ცოტათი ძველებურ ყაიდაზე. გავაგრძელოთ. რომ თითქოს და ფულადი სისტემა კაპიტალიზმამდეც არსებობდა. ამიტომაც მათ უნდა ეჩვენებინათ, რომ თითქოს და ისინი სადღაც ფართოვდებოდნენ. აბსოლუტურად აბსურდული კავშირები, ანტანტა და სამანგი ალიანსი. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთთან ერთიანდებიან.
ეს საერთოდ ლოგიკის ვარცდება. არანაირი ლოგიკით არ შეეძლო რუსეთს რომ საფრანგეთისთვის ხარი დაეჭირა და მით უმეტეს რომ დიდი ბრიტანეთისთვის რუსეთი ვერანაირი შეიარაღებულ ხარდაჭერას ვერ გამოაცხადებდა. ისტორიკოსებს რომ ვკითხოთ, პირველ მსოფლიო ომამდე 100 წლით ადრე ნაპოლეონმა მოსკოვი აიღო და ახლა რუსები კავშირს აბავენ საფრანგეთთან. ზოგადად მოკავშირე სახელმწიფოები მოკავშირეები ხდებიან მაშინ, როცა მათ შორის მჭიდრო და გრძელვადიანი კავშირია. სახელმწიფო მეთაურებს სხვა ქვეყნებში გადაადგილება არ შეეძლოთ იმ დროს. იქამდე სანამ არ გამოჩნდა ავიაცია. ანუ პრეზიდენტები და ის ვინც იყვნენ რა ქვია, სახელმწიფო მეთაურები რა ფორმიცა რაც არ უნდა რქმეოდა, ანუ სხვა ქვეყანაში ვერ წავიდოდნენ რა. იგულისხმება საავიაციო ქარხნები, საავიაციო კომპანიები და სამოგზაურო ფრენები ქვეყნებს შორის. შეუძლებელია მთავრობის მეთაურების უსაფრთხოების დაცვის გარანტიის მიცემა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ დროისთვის. ამ ქვეყნებს შორის არ იყო მსგავსი კავშირები, რადგან ჯერ კიდევ არ იყო კომუნიკაცია შემოსული. ამიტომაც პირველი მსოფლიო ომის შეტაკებები დეტალიზირებული არ არის. რუსული არმია პრუსიის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო, ანუ დიდად მოშორებულ მანძილზე. კვლავ არმიის რიცხოვნობის პრობლემას მივადგეთ. აქ წარმოდგენილია 120,000 ჯარისკაცი, რომელსაც დღეში კაკ მინიმუმ 120 ტონა საკვები სჭირდება. აქ როდესაც ვისაუბრებთ ამ ციფრებზე, ყოველთვის დღეზე ერთ ადამიანზე დღეზე 1 კილო ხორცს ვანგარიშობთ. სჭირდება მინიმუმ ეს რა. გზები როგორც ასეთი პირველი მსოფლიო ომის დროს ჯერ კიდევ არ ყოფილა. თუ კი სადმე რკინის ერთგვარი ხაზი იყო აშენებული, ანუ რკინი გზა, იგი პრუსიის ტერიტორიისკენ ნამდვილად არ მიდიოდა. ბორბლებზე მყოფი მატარებელი საბურავების გარეშე, ანუ 5 კილომეტრი საათი სიჩქარით მოძრავი. ეს არის მოძრაობა უწყვეტ გზაზე. ათასობით ურიკა, ათასობით ცხენი, რომელიც უნდა აღკაზმო, აჭამო, ასვა, ჭრა ხეები და შეშები ჩეხო, რათა რაიმე ქაშა მოამზადო ჯარისკაცებისთვის. დინარეებიც ასევე უნდა გადაკვეთო. თქვენ იმყოფებით უცხო ტერიტორიაზე, სადაც არ შეგიძლიათ ორიენტირება მოახდინოთ. თქვენ საერთოდ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, თუ მოწინააღმდეგის ჯარები სად იმყოფება. საერთოდ ომის გაუგებარი შედეგები დაეცნენ იმპერიები, ან საერთოდ რისთვის ჩამოყალიბდნენ ეს იმპერიები, ან მერე ვის რაში უშლიდა ხელს. ეს ომი გამოგონებული იქნა იმისათვის, რომ მომხდარიყო გადასვლა გამოგონილი ისტორიიდან ახალ რეალობაზე. ანუ ეს არის თავარი ფორმულა ხალხო, გაყალბებული ისტორიის. აი პირველი მსოფლიო ომი ნახეთ, ეს არის ოქროს წესი, დაიმახსოვრეთ კარგად. ეს ომი გამოგონებული იქნა იმისათვის, რომ მომხდარიყო გადასვლა გამოგონილი ისტორიიდან ახალ რეალობაზე, ანუ ამ იმპერიებიდან რეალურად არსებულ ქვეყნებზე. აი დაიშალნენ იმპერიები და ჩამოყალიბდნენ ქვეყნები. საროებში ვიღაცა ელჩი მოკლეს და მთელ იმპერიებში ომის დაწყება საერთოდ ამასთან რა შუაშია? ეს სრულიად აბსურდული დასაწყისია. ამ ხელა იმ შეიარაღებით თითო მდინარის გადაკვეთას რამდენიმე დღე დაჭირდებოდა. მეორე მსოფლიო ომი. არანაირი მეორე მსოფლიო ომი არ ყოფილა. სინამდვილეში ომი იყო მხოლოდ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის. ზუსტად ისეთივე, როგორც ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. და ისიც მეოთხე წელი დაიწყება, რაც უკვე ეს ომი გრძელდება. აბა რომელი ბრძოლები ვიცით ჩვენ მეორე მსოფლიო ომიდან? მხოლოდ ისინი, რომლებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. კურსკის რკალი, რუსულად კურსკაია დუგა, სტალინგრადი, შეტაკება მოსკოვისთვის და კიდევ მცირე შეტაკებები. ომის მიზანი იყო ევროპაში სოციალიზმის საფრთხის აღმოფხვრა. ამერიკელებმა და ინგლისელებმა ჰიტლერი დაასპონსორეს და ისიც ადგა და შექმნა სამხედრო სამრეწველო კომპლექსი და შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში იარაღს აწარმოებდა. მერე კი სანამ საბჭოთა კავშირის საზღვრისკენ წავიდოდა, იქვე გზად რამდენიმე ქვეყანაში შეიარა და ისტორიკოსებმა დაწერეს, რომ იქ თითქოს და შეტაკებები და ომები მიმდინარეობდა. არადა იქ არანაირი ომი არ ყოფილა. ჰიტლერი ნამდვილად არ დაიწყებდა გადარეკვებს და წინასწარ შეთანხმებებს პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში, რომ გაეფრთხილებინა თქვენს ტერიტორიაზე უნდა გავიარო და ნებართვა მჭირდებაო. როგორც მაგალითად ახლა პუტინი რო აკეთებს, რომ პოლონეთს რო უნდა დაარტყას და წინასწარ იძახის. ეს საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან ჰიტლერს მძლავრი არმია ჰყავდა და მას ისედაც ვერავინ ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას. მათ ეს ქვეყნები უბრძოლველად გაიარეს, იმისათვის რომ გარკვეული რესურსები მიეთვისებინათ. სადღაც მეტალი ამოიღოთ, სადმე ნავთობი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამისათვის ქვეყნების აღება საჭირო არ იყო. უბრალოდ ამ ქვეყნების ზოგიერთი ბიზნესმენი უნდა დაეტყობებინათ.
და აი ამის მერე უკვე მსოფლიო ომის შენიღბვით გადაწყვიტეს შეტაკებოდნენ საბჭოთა კავშირის არმიას და მოკავშირე სახელმწიფოების ერთობა შექმნეს აშშ, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საბჭოთა კავშირი. ეს უბრალოდ აბსურდია. არანაირი კავშირი არც აშშ-სთან და არც დიდ ბრიტანეთთან საბჭოთა კავშირი როგორც სოციალისტურ სახელმწიფოს ვერც ექნებოდა. აი როგორც ჰიტლერმა ეს ომი წააგო, ეგრევე კონფერენციაზე გადაწყვიტეს თუ ჰიტლერს როგორ ეხმარებოდნენ სხვა ქვეყნებიც. სინამდვილეში კი ჰიტლერთან ერთად ფრანგული და ასევე სხვა ქვეყნის შენაერთები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ყველა იბრძოდა ვისაც რითი შეეძლო. აი მერე კი სახელმწიფოს ნაწილი სოციალისტური გახდა და გადაწერეს ისტორია, რომ თითქოს და ისინი ჰიტლერის წინააღმდეგ იბრძოდნენ სოციალიზმის გამო და შემდეგ კი პირიქით გახდნენ კაპიტალისტურები და ახლა ისე უკუღმა ხდება ისტორიის გადაწერა. სინამდვილეში კი რა როგორ იყო იმ დროს ჩვენ ვერასოდეს ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ ისტორია ეს პოლიტიკური პროპაგანდაა. თითქოს და ჩინეთთანაც იყო ომი, ახლა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, მაშინ როცა ჩინეთის ჰეგემონია წარმოიშვება. არანაირი მსხვილი შეტაკებები ჩინეთთან რა თქმა უნდა არ ყოფილა. შენაერთების გადაადგილება სრულიად არავისთვის ცნობილი არაა და ან კიდევ როგორ მოახერხეს რამდენიმე ათეული მილიონი ადამიანის დაკარგვა, ათეულობით მილიონ ადამიანზეა საუბარი. ამიტომაც მოცემულობა ასეთია, რომ მსოფლიო ომი გამოგონებული იქნა იმისათვის, რომ გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის ომი შეენიღბათ. ეს გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის მომხდარი ომი გახლდათ კაცობრიობის ისტორიაში პირველი რეალური ომი. რის საფუძველზეც შეიძლება რომ ვიმსჯელოთ, იყო თუ არა ისტორიაში რეალურად ომები. მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი ყველა საჯარისო გადაადგილება სარკინიგზო გზებით ხორციელდებოდა და აქ შედიოდა ტანკები, სატვირთო მანქანები, რომლებსაც შეეძლოთ ფრონტის ველზე უზარმაზარი რაოდენობის საკვების გადატანა და ტყვია წამლის მიწოდება ჯარისკაცებისთვის. რამდენი ქარხანა იყო საჭირო, რომ მთელი ამ იარაღის რაოდენობის წარმოება მომხდარიყო და რამდენი რამის გაკეთება იყო საჭირო მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, რომ ეს ომი ლოჯისტიკურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო. ავსტრალიას არ მიუღია ამ ეგრეთ წოდებულ მსოფლიო ომში მონაწილეობა. ასევე სამხრეთ ამერიკას და აფრიკასაც არ მიუღია მონაწილეობა. უბრალოდ გარკვეული მიმოწერები აწარმოეს ომის მერე და ეგ იყო. შესაბამისად ეს ომი არანაირი პარამეტრებით მსოფლიო ომის მასშტაბის არ ყოფილა. და დავამატებდი, რომ ასევე საბრძოლო ტექნიკისა და ავიაციის ოფიციალური რიცხოვნობა მინიმუმ 10 ჯერაა გამუქებული და გაყალბებული. ათეულობით 1000 ტანგზეა ლაპარაკი, ათეულობით 1000 ტანგზე ლაპარაკი უბრალოდ ზედმეტია. ათეულობით 1000 ტანგზე ლაპარაკი უბრალოდ ზედმეტია. ქარის წისქვილები არ არსებობდნენ. არანაირი ქარის წისქვილებს არასოდეს არ უარსებია და ისინი გამოგონებულები იქნენ იმისათვის, რომ გვეგონოს თითქოს და ისტორიის მანძილზე კაცობრიობა მარცვლეულს ფქვავდა და ფქვილს ასე აწარმოებდა. პირველ რიგში თქვენ ვერსად ვერ ნახავთ მარცვლეულ კულტურას ბუნებაში. ეს მარცვლეულები ველური მცენარეები არ არის. ანუ გამოდის, რომ ადამიანს დიდი რაოდენობით მარცვლეულობა სადმე უნდა მოეპოვებინა, რათა შემდგომ ისინი დაეთესათ. ფრჩხილებში გავიხსენოთ ჟიულ ვერნის წიგნიდან სიუჟეტი. ჟიულ ვერნის წიგნი რომ არის ტრილოგია საიდუმლო კუნძული, კაპიტან გრანტი, ვისაც არ აქვს წაკითხული, კაპიტან გრანტის შვილებია. ტრილოგიის პირველი ნაწილი გახლავთ კაპიტან გრანტის შვილები, მეორე ნაწილი გახლავთ 80,000 კილომეტრი წყალქვეშ და მესამე ნაწილი გახლავთ ეს სათავგადასავლო ლიტერატურა საიდუმლო კუნძული. სრულიად შოკია ეს მესამე ნაწილი. იქ არის ერთი ამბავი, რასაც არ დაგასპოილერებთ, ვისაც წაკითხული არ გაქვთ, ამ მარცვლეულობასთან დაკავშირებით და როდესაც აი ნაწილს წაიკითხავთ, მერე მიხვდებით. ეს მარცვლეული ჩვენი ცივილიზაციური ჩატვირთვის მომენტში გადმოგვეცა თავისი კერძების რეცეპტებთან ერთად. ანუ მარცვლა ლობიოს იმინდი, აი რო არ ნათქვამი ამერიკიდან შემოვიდა, ყველაფერი არის ჩატვირთვის პერიოდში მოცემული თავის კერძების რეცეპტებთან ერთად. ანუ აი საცივი არის იმის, ხაშლამა იმის, აი ეს ყველაფერი მოვიდა ჩატვირთვის დროს პირდაპირ რეცეპტებთან ერთად რა. ანუ 10 საუკუნე საცივს არ აკეთებდნენ, მოვიდა პირდაპირ რეცეპტით. ჩვენ ამ რეცეპტით მოგვეცა იქ რაღაცა პიცის რეცეპტი მიეცა იტალიაში და ასე შემდგომ რა, მთელ მსოფლიოს რა.
წისქვილის არსებობა შეუძლებელია რამდენიმე მიზეზის გამო. არ იყო არც გადასაჭრელი და არც ორმხრივი ხერხი, იმისათვის რომ ხის მასალა დახერხო და დაამუშაო და ააგო დიდი ხის კონსტრუქცია. ხოლო ქვის კონსტრუქციის აგებაზე საერთოდ აღარაფერს ვლაპარაკობ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ქვები ერთმანეთთან ცემენტით უნდა დააკავშირო, რადგან თიხა დაიშლება. ცემენტი კი საწარმოებში იქმნება. პირველ რიგში კირქვის მოპოვება გჭირდება. შემდეგ მისი გაცხელება გჭირდება. ანუ ისევ ასანთია საჭირო და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ქარის წისქვილების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქარის საშუალებით უზარმაზარი მორის აგორება შეუძლებელია, რომელზეც წისქვილის 4 ფრთა არის დამაგრებული, სიგრძით 10-13 მეტრი. ერთი ფრთის წონა 50 კილოგრამს გადააჭარბებს. იმიტომ რომ იქ 50-იანი და იქ 50-იანი 10 სანტიმეტრიანი მორი მიდის. ისევ მორები და შემდეგ ქსოვილი გამოიყენება. დღეისათვის თუ კი თქვენ ვიდეოებს YouTube-ზე ნახავთ თუ როგორ მუშაობენ მსგავსი ძველი წისქვილები, სავარაუდოდ ისინი გარკვეული ძრავის საშუალებით ამოძრავებენ ფრთებს და არა ქარის დახმარებით. პირველ რიგში აუცილებელია რომ მორი ჩაამაგრო პაჩებნიკზე, ქართულად საკისარზე. იმიტომ რომ ის იგივე ღერძია და მას თავისუფალი მოძრაობის საშუალება არ ეძლევა და გამოდის რომ ეს გრძივი ძელი სადღაც ხვრელში უბრალოდ დევს. თვითონ ეს დირესავით მორი ძალიან მძიმეა და 80 კილომდე იწოდის. მასზე მიმაგრებული 4 ფრთა თითოეული 50 კილოგრამი წონით და კონსტრუქციის წონა უკვე 300 კილოზე მეტი გამოდის. იქ ასევე უზარმაზარი ძელებისგან დამზადებული ხის ბორბალიც არის მიმაგრებული, რომელიც შიგნით ასევე ხისგან დამზადებულ გადაცემათა კოლოფს ატრიალებს. შიდა კონსტრუქციაში ჩანს კარგად თუ რა რაოდენობის ხის მასალაა გამოყენებული, რომელიც ქარმა უნდა დაუბეროს და დაატრიალოს და გაამოძრავოს ეს წისქვილები. საბოლოო ჯამში ხის კონსტრუქციები 9 ტონას აღწევს. დასკვნა კი ასეთია, რომ არანაირი ქარს არ შეუძლია მისი ადგილიდან დაძვრა. მით უმეტეს, რომ შიგნით ვერაფერს ვერ დაატრიალებს და ასევე შეუძლებელია თანაბარი ზომის წისქვილის ქვების გაკეთება ინსტრუმენტების გარეშე. აი, წისქვილები კი დიდი რაოდენობის უნდა ყოფილიყვნენ იმ დროში. გამოდის, რომ ყოველ სოფელში თითო ქარის წისქვილი უნდა მდგარიყო. მერე მეორე, მარცვლეულის დაფქვის დროს ჩაცემენტებული ქვები შეირხეოდა და გამოვიდოდა ფხვნილი და ფხვილი ძალიან წვრილი ფხვიერი ნივთიერება. ქვები კი ყველა ვარიანტში ერთმანეთს გაეხახუნებოდნენ და ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი ფხვილი ქვების ცემენტით იქნებოდა სავსე. ასე რომ მათ ყველა ვარიანტში რკინის წისქვილის გაკეთება მოუწევდათ. ეს უფრო ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ მაშინ მეტალის მოპოვება მათ არ შეეძლოთ. საფინალო დასკვნა გახლავთ ის, რომ ყველა თანამედროვე ქარის წისქვილს დეკორატიული დანიშნულება გააჩნია. წისქვილის დოლაბის ქვა. დოლაბის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ვიზუალურად რო წარმოიდგინოთ, ეს ყველაფერი შორტ ვიდეოები, მოკლე ვიდეოები ნახეთ, ბოლო რაც მაქვს ეხლა დადებული. დოლაბის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფქვილი, აი ზომებში რასაც ვამბობ, იქ არის ზუსტად ნაჩვენები, ქვას როგორ უნდა მიედოს. დოლაბის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ფქვილი ეს ძალიან თხელი ნარევია. ანუ პრაქტიკულად მილიმეტრზე ნაკლები ზომისაა. ხოლო აი მარცვლეული დიდი ნივთიერებაა და ხარვეზიც, ანუ დოლაბებს შორის დაშორება მილიმეტრზე მეტი უნდა იყოს. იმისათვის რომ საერთოდ მარცვლეული შიგნით მოხვდეს. ხოლო თუ კი დოლაბებს შორის ღრიჭო მარცვლეულზე ოდნავ მეტი ზომისაა, მაშინ თქვენ ამ ყველაფრისგან ფქვილს როგორ დაამზადებთ? ამისათვის საჭიროა რომ დასაწყისისათვის ეგრეთ წოდებული ზაზორი, ანუ დაშორება იყოს მეტი. ჩავყაროთ იქ დოლაბებში მარცვალი, შემდეგ კი დავიწყოთ დაჩეჩქვა და მერე დაფქვა. ამისათვის კი ყველა შემდეგ ჯერზე მეტი დაწოლაა საჭირო, იმიტომ რომ ერთი აღებული წონა ფქვილის მისაღებად საკმარისი არაა. იმისათვის რომ ფქვილი დაიფქვა, საჭიროა წნევის ზეწოლის შექმნა და მერე მეორე ამ დაშორებული ზაზორის მოშორება აუცილებელი. წისქვილში მუდმივად უნდა გეყენოთ ჯანიანი ადამიანი და მან ამოწიოს ზედა დოლაბის ქვა, ჩაყაროს მარცვლეული, შექმნას წნევა და ატრიალოს შემდეგ ქვები და მექანიკურად ატრიალოს შემდეგ ქვები და ამით წისქვილის აზრი და იდეა სრულად იკარგება. ავტომატურად ის მუდმივად ვერ იმუშავებს. თუ კი რაიმე მარცვალი ოდნავ მაინც დაიფქვება, ქერქი მაინც დარჩება. ამ ქვებით
ფქვილის ნარჩენები ყველა მხარეს გადმოიყრება. ვერც უჯრედებსა და ვერც ღარებს ვერ გააკეთებ ისე, რომ ფქვილი საჭირო ადგილზე მოგროვდეს. ამისათვის საჭიროა, რომ დოლაბის ქვას გარშემო შემოსაზღვრა გავუკეთდეს, მაგრამ ასეთი რამ არ არის და ვერც იქნება, რადგან დოლაბებს შორის სივრცე ძალიან პატარა უნდა იყოს და ამიტომაც ეს ყველაფერი აბსოლუტურად აბსურდული კონსტრუქცია გამოდის. ამ ფორმით ვერანაირი მარცვლეულის დაფქვას ჩვენი წინაპრები ვერ შეძლებდნენ. ზოგი მიიჩნევს, რომ ამ ქვებს შორის დაშორებით გამოვიდოდა რამე, მაგრამ ამ ზაზორს თუ გავაკეთებთ, მაშინ საერთოდ არაფერი არ დაიფქვება. საჭიროა, რომ ერთი დოლაბის ქვა მეორეზე განვათავსოთ და რა თქმა უნდა, ამ ქვებს შორის ნაგავი დაგროვდება და ქვები აუცილებლად დატოვებენ ხახუნის შედეგს, ქვის მცირე ნამსხურევებსა და ნაფხიკებს, ანუ ასკოლკებს. ეს კონსტრუქცია არ მუშაობს არც წყლის წისქვილებზე და არც ქარის წისქვილზე. შეუძლებელია მარცვლეულის ამ ფორმით დაფქვა. წყლის წისქვილის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს იგივე კაშხალია. მდინარე ყველაზე დაბალი ადგილია, ანუ თქვენ გჭირდებათ, რომ ამოთხაროთ გარკვეული სივრცე, რამდენიმე ასეული კუბური მეტრის ფართობის სივრცე იმისათვის, რომ მდინარიდან დაშვება განხორციელებდეს, ანუ მდინარიდან წყლის დაშვება განხორციელდეს. ნებისმიერ სოფელში მდინარე მოდის ჰორიზონტალურად და მისგან დაშვებას ქმნიან. ქვევით სივრცეს გამოიღებ, ამოუთხრი, მერე წყლის წისქვილისთვის ამოუთხრი ადგილს. ამხელა სივრცეს კი ტექნიკის გარეშე ვერ ამოთხრი, რადგან ეს მინი კაშხალი გამოდის. ამიტომაც არანაირი წყლის წისქვილები არ არსებობდა. სხვათა შორის ეს ის აზიელები რო რაღაცებს თხრიან ხოლმე იქ 2-3 კაცი რო თხრის ხოლმე იქ ვიეტნამელები და ვიღაც ინდოელები და ისინი რაღაცა სახლებს რო აშენებენ მიწებში, ვიდეოები რო არის YouTube-ზე. ეგეთ მაგასაც კი ტრაქტორით თხრიან. ანუ კადრს მიღმა ისინი როცა არის ნაჩვენები, ტრაქტორით თხრიან და მერე ვითომ ჯოხებით ჩიჩქნის 2 კაცი იმხელა რაღაცას. რა თქმა უნდა, ტრაქტორით ხდება იმის ამოღება. იმხელა მიწაზე მიდი აბა ამოიღე. 100 კაცი არ ეყოფა იმ ჯოხებით რო ჩიჩქნოს და ერთი თვე მოუნდები. წყლის წისქვილები, აქ ცოტა უბრებს ფოკუსი ნარაროშოს. თავარი მოისმენთ. წყლის წისქვილი. წყლის წისქვილებსაც არასოდეს არ უარსებიათ და ისინი იქნენ გამოგონებული იმისათვის, რათა ეჩვენებინათ, რომ ელექტროენერგიის გამოჩენამდე თითქოს და არსებობდა გარკვეული საშუალებები, რათა შეექმნათ რაიმე მექანიზმები, რომლებსაც შეეძლებოდა შეესრულებინათ სამუშაოები, მაგრამ ეს ყველაფერი არარეალურია. ეხლა ხარაგაულში ჩვენთან სოფლებში მახსოვს, ვიცი რომ ნაკადულებზე ხალხ მდინარეზე კი არა, ნაკადულებზე არის გაკეთებული წისქვილები. მე არ ვიცი ხალხი რიცად თქვავდა თუ რამეს ვფქვავდა, ნაკადულის წყალმა საერთოდ ჭიქას ვერ გადაატრიალებს თუ არ თუ წისქვილის ქვა დაატრიალოს, ეს გამორიცხულია. სულ პაჩემნიკებზე დააყენო. პირველი პაჩემნიკების გარეშე მორი უბრალოდ ხვრელში დევს და ვერანაირი წყალი მას ადგილიდან ვერ დაძრავს. პირველ რიგში ხახუნი ამუშავებდა და ეს მას დაამუხრუჭებს. ხოლო საკისრები, ანუ იგივე პაჩემნიკები ისტორიის ასპარეზზე მხოლოდ მე-19 საუკუნეში გამოჩნდება. მე-19 საუკუნეში თქვენ ჩასვავთ მორში პაჩემნიკს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ძელი მისი დახმარებითაც კი ვერ დატრიალდება, რადგან იგი საკმაოდ მძიმეა. უნდა გაიგოთ, რომ თუ კი გარკვეული ტვირთი მძიმეა, ამ შემთხვევაში წყალი უბრალოდ მასზე ან მასში გაივლის და არანაირი ძელების მოძრაობა არ მოხდება. უბრალოდ ზევიდან დაესხმება წყალი და მორჩა. პირველ რიგში ის სველი და მძიმეა, ანუ ხის ბორბალის ქვედა ნაწილი შეშუპებული და დასველებული იქნება და მთელი კონსტრუქციას დაამძიმებს. ზევით კი ბორბალი მშრალი იქნება და მძიმე ბორბლის წყლიდან ამოსვლა გაჭირდება, რადგან ეს ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება. თქვენ ეს მთელი კონსტრუქცია ხომ ქვევით ეკაჩება. თქვენ ხომ გაქვთ მაგალითები, როდესაც გემები მსგავსი ბორბლებით იყვნენ, მაგრამ იქ გემში ძრავი იყო განთავსებული და ამიტომაც მოძრაობდა ხისა თუ რკინის ბორბლები. იმიტომ რომ იგი ძრავისგან მოძრაობს. ან კიდევ კატამარანი თუ ყავთ, მიხვალთ სანაპიროსთან და კატამარანა წყალში იდგება, მაგრამ მისი ბორბალი არ იტრიალებს იქამდე, სანამ თქვენ პედლების ტრიალს არ დაიწყებთ. წყლის წისქვილის შემთხვევაშიც ანალოგიური პრინციპია. თქვენთან მოდის ეს ხის ძელი, რომელიც ბორბლისგან ტრიალებს. ის რაღაც აღჭურულების დეტალებით მიმაგრებულია წისქვილის ქვაზე, მიდის და წისქვილის ქვები კი ისევ მძიმედ დევს. წისქვილის ქვაზე მიდის და წისქვილის ქვები კი ისევ მძიმედ დევს.
ეს წამყვანი მოწყობილობაა, მაგრამ იგი მთელ კონსტრუქციას ასტოპებს. ზოგადად წყლის ბუნებრივი წნევის ქვეშ ნებისმიერი სამუშაო რომ ჩატარდეს შეუძლებელია. აი მდინარეზე რომ შეიძლებოდეს რაიმე მსგავსი სამუშაოს ჩატარება, თქვენს მდინარეებზე ყოველ მდინარეზე რამოდენიმე მსგავსი მოწყობილობა იქნებოდა დადგმული. ისინი საკმაოდ ეკონომიური იქნებოდნენ და ჩვენ მის აშენებას და აწყობას დღემდე გავაგრძელებდით. მაგრამ ამ ხის წრიულ ბორბალს ჩადგავთ მდინარეში და წყალი უბრალოდ ზევიდან გადაულის ამ მოწყობილობას და საერთოდ არაფერი არ მოხდება. წყალი მას ვერ დაატრიალებს. თუ კი ხელოვნურად ჩანჩქერს მოაწყობთ, მაშინ წყალი ბორბლის ეხა მე მახსენდება ჩემთან სხვა იმერეთში კიდე სხვადასხვა სოფლებში ძალიან ბევრი წისქვილია, რომელიც არის უძველესი და დღემდე და ჩემს ბავშვობაშიც როცა მიდიოდა ხალხი ყოველთვის მატორზე ამუშავებდნენ წისქვილებს. ყველგან ვერ ვიტყვი, მაგრამ აი მე რაც მახსოვს მატორზე ეს რაღაცა ბორბლები ყოველთვის გაჩერებულ მდგომარეობაში იყო და მახსოვს უყურებდი წყალი ესხმება და რეაქცია არ ქონდა. იმიტომ რომ მატორებზე ამუშავებდნენ, მატორებზე ფქვავდნენ ხოლმე. ამ იმას ქვილს მარცვლეულს. უბრალოდ საფეხურს დაესხმება წყალი და დინებას გააგრძელებს. ქვევით ჩაიქცევა წყალი და წავა თავის გზაზე უშედეგოდ. ეს წყლის წისქვილებიც როგორც ქარის წისქვილები დახატეს და ასე მოატყუეს ხალხი. ის ცივილიზაცია, რომლებმაც ჩვენ აქ ჩამოგვასახლეს, მათ შეეძლოთ რომ ჩვენს ჩატვირთვამდე სოფლებში მსგავსი წყლის წისქვილების გარკვეული რაოდენობა აეშენებინათ თვითონ. ის თითქოს და ძველი წისქვილი ყოფილიყოს. მერე კი მართალია ეს წისქვილები არ იმუშავებდნენ, მაგრამ იმის შთაბეჭდილებას კი დატოვებდნენ, რომ თითქოს წინა საუკუნეებში წისქვილები ჰქონდა ხალხს. მდინარე მიდიოდა ბორბალს ატრიალებდა და თითქოს და ასე ფქვავდნენ ჩვენი წინაპრები ფქვილს. მაგრამ ამ წისქვილის ქვებზე თქვენ ფქვილს ვერ დაფქვავთ. ან კიდევ მთელი დღე იწვალებთ და ერთი ბუხანკა პური სამყო ფქვილსაც კი ვერ დაფქვავთ. იმიტომ რომ იგი ქვა არის და მარცვლეულის დაფქვის დროს ქვები ხახუნისგან მცირე ნაწილებად დაიმსხვრევა და მთელი ფქვილი ხრეშით იქნება სავსე. წყლის წისქვილის მთავარი პრინციპი ის არის, რომ წყლის დაცემის ძალისგან უნდა მოხდეს მთელი ამ ხის ბორბლის კონსტრუქციის დატრიალება. წყალს კი არც ერთი კუთხიდან დაცემისას ასეთი ძალა ფიზიკურად არ აქვს. ეხლა გადავედით ისეთ თემაზე, რაზეც ხალხი საერთოდ გაგიჟდება. ჰიდროელექტროსადგური. არანაირი ჰიდროელექტროსადგურები არ არსებობენ. ეს მანეკენი ნაგებობები მოფიქრებული და დამზადებული იქნა იმ ცივილიზაციის მიერ, რომელმაც ჩვენ აქ ჩაგვასახლა. იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი გენერატორი, რომელსაც შეუძლია რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოს მთელი რეგიონები, უზარმაზარი ქალაქები, სარკინიგზო გზები, მილიონობით ბინა, ქარხნები, რომლებიც ყველანი მუდმივად მუშაობენ და ეს ყველაფერი რომელიღაცა გენერატორიდან თქვენ ინტერნეტში ვერსად ვერ ნახავთ ვიდეოს ან ფოტოს თუ როგორ გამოიყურება ეს გენერატორი. იქნება მხოლოდ ნახატები. წყალი, რომელიც წნევის გარეშე მიეწოდება ჰეს და მხოლოდ ერთადერთი გზით რომელიღაცა დიდი მილით ეშვება დაბლა, რომელიღაცა ტურბინის მეტალის პირებს ამოძრავებს. აი ასეთ პირობებში ტურბინას როგორი უნდა ჰქონდეს პირები, რომ მან ამ გზით ელექტროენერგიით მთელი რეგიონი მოამარაგოს. თუ კი ეს პირები ასეთი დიდი ზომისებია, მაშინ მასზე ვერანაირი წყალი ბუნებრივი დაცემის და დაშვების ძალით მას ვერ ამოძრავებს. ვინაიდან წყალს აქვს ერთი ასეთი თვისება, რომ შეგიძლიათ წყლის ნაკადი 10 მეტრი დიამეტრით შექმნათ, მაგრამ ტურბინის პირზე პირდაპირ წნევა წყლის ნაკადით განხორციელდება და მხოლოდ პირზე დაჭერით მთლიანი 10 მეტრი წნევით არ დააწვევა. არამედ მხოლოდ ის, რაც პირს მოხვდება და დანარჩენი კი გვერდზე გაივლის. თუ კი თქვენ ტურბინა პირდაპირ წყალში გაქვთ განთავსებული, მაშინ ის ტრიალს საერთოდ არც კი დაიწყებს. რამდენადაც წყალი ტურბინის ყველა მხარეს მიაწვება, ანუ პირებზე ორივე მხრიდან, როგორც მარცხნიდან, ისე მარჯვნიდან. და თუ კი პირები გამოკვეთილი გაქვთ ისე, რომ წყალი პირდაპირ მას დაესხას და დააწვეს, მაშინ ის ამ ხვრელში დაიწყებს ჩადინებას და ტურბინის პირი ამ შემთხვევაშიც არ დატრიალდება. მაგრამ წყალი მთელ სივრცეს შეავსებს. ბრუნვისას ხრახნი წყლის წინააღმდეგობას წააწყდება. ამ ხრახნის მასა თუ კი ტონა ნახევარია, მაშინ წყალი მას ვერ დაატრიალებს. როდესაც თქვენ მანქანას კერხერით რეცხავთ, ეს საკმაოდ სუსტი წნევაა და ისიც აპარატის მიერ წარმოქმნილი ხელოვნურად.
ხოლო წყალს ბუნებრივად არ აქვს იმხელა ძალა, რომ მრავალტონიანი კონსტრუქცია დაძრას და მით უმეტეს რომ დაატრიალოს ტურბინები. მე წარმომიდგენი ასეთი ტიპის ხრახნს თუ როგორი ღერძი უნდა ჰქონდეს, რომელიც რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებელ გენერატორს ატრიალებს. ასეთი ტიპის ღერძის წონა იქნება უამრავი რაოდენობის ტონა და აი წყალი კი მას ადგილიდან ნამდვილად ვერ დაძრავს. მით უმეტეს რომ ამ ღერძის თავისუფალი მოძრაობა სრულიად შეუძლებელია. მისი მასა ქვევით მიმართულებით ახდენს წნევას და წყალში ამ ღერძის ხახუნი უნდა დაძლიოს. მათ ჰიდროელექტროსადგურები სადღაც დასახლებებში გადაიტანეს, სადაც არავის არ უშვებენ, გარდა სამუზეუმო დონის საექსკურსიო გასავლელი მარშრუტებისა, რომელიც მაგალითად ენგურჰენსზე დაამატეს და ტურისტებს გარკვეული ბლოკების მონახულება შეუძლიათ. ამიტომაც ელექტროენერგიას ჩვენ მთლიანად სხვა ცივილიზაცია გვაწუდის, რომლებმაც აქ ჩაგვასახლეს და ეს ელექტროკავშირები ყველანი ერთმანეთთან დაკავშირებულები არიან და დენის კაბელები სადღაც ქვევით გადიან, ეკვრიან ერთმანეთს და კვებავენ მთელ ჩვენს სოფლებსა და ქალაქებს დენით. ატომური ელექტროსადგურებიც ასევე არ არსებობენ. ისინი ასევე გარეგნული ბუტაფორია, მანეკენი შენობებია. და ასევე არის კიდევ ჰიდროელექტროსადგურებში არსებობს ბლოკები და გარკვეული ზონები, სადაც არავის არ უშვებენ. ესეც აუცილებელია და იქ მომუშავე პერსონალი ამას დამიდასტურებს და დამიმოწმება. ეხლა ჩვენ უნდა შევეხოთ პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას. ამიტომ ხა მე რო დავჯდეთ და წავიკითხოთ, ძალიან დიდი ტექსტია, უბრალოდ Google-ში აკრიფეთ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. ანუ მაყურებელმა დააპაუზეთ ეს ვიდეო, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა აკრიფეთ Google-ში, წაიკითხეთ ტექსტი, ოფიციალური წყარო რაც არის, იმიტომ რომ აქ ფრაგმენტებს უნდა შევეხო, ოფიციალურად რაც წერია და მე რომ უკეთესად მიხვდეთ, დააპაუზეთ ეს ვიდეო, წაიკითხეთ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის ისტორია ვიკიპედიაში და ეხლა მოусმინეთ. არანაირი ჯვაროსნული ლაშქრობები არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. 1095 წელს პაპმა ურბან მეორემ კლერმონის საკათედრო ტაძარში პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ ფრანგი რაინდებისადმი იყო მიმართული. შედეგად კი ლაშქრობა სრულ მასშტაბიანი ომის კამპანიაში გადაიზარდა და პაპის იდეამ მთელი ქრისტიანული სახელმწიფოები მოიცვა. ქრისტიან რაინდებს რანაირად უნდა გაეგოთ, თუ რა გამოაცხადა პაპმა სრულიად სხვა ქვეყანაში, ვინ გაიქცა და ქრისტიანებს ვინ მოუყვა პაპის სიტყვის შესახებ, გარშემო ამ ქვეყნებსა და საფრანგეთს შორის 1000 კილომეტრია, ისინი რა ეკოსი ჭერდნენ და ქრისტიანებს რა სხვა საქმე არ ჰქონდათ, რომ რა გამოაცხადა პაპმა მის მოწოდებაზე ერბინა რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობას იმაზე თუ რა გამოაცხადეს ვატიკანში და ჩვეულებრივი ხალხი ზღვასა თუ ხმელეთზე აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ. მათ დაჟე ისიც კი ვერ ეცოდინებოდა თუ რომელ მხარეს არის აღმოსავლეთი და რომელ მხარეს ჩრდილოეთი. კომპასი ბევრად გვიან გამოიგონეს. ყველა ხალხი ერთხმად დაიძრა, ისე რომ არავისთან არ შეთანხმებულან. ასეთი რამ უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერი ლაშქრობა მოითხოვს ორგანიზებას და მით უმეტეს რომ მთელი საზოგადოება რომ შეკრებილიყო თავისი ცხენებით, ცოლებითა და ბავშვებით, მიეგდოთ და მიეტოვებინათ სახლები და წასულიყვნენ ამომავალი მზის მხარეს, ანუ აღმოსავლეთით. იმისათვის რომ გზად მცირე აზიის დასავლეთი ნაწილი და სახელმწიფოები თურქ-სელჩუკების ტყვეობისგან დაეხსნათ. ანუ ხალხის ტალპები დადიოდა და გზად რაღაცებს ათავისუფლებდნენ. ალბათ უსასრულოდ თელავდნენ მტერს. ანუ ისინი ევროპიდან იერუსალიმამდე რომ ჩასულიყვნენ, სახმელეთო გზა 4000 კილომეტრია. რას ჭამდნენ, ან საერთოდ სად ეძინათ, ან საერთოდ როგორ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ან საერთოდ სად ხვდებოდნენ ხოლმე ჯარები ერთმანეთს, ან მოკავშირეები, ან კიდევ მტრები. ერთმანეთთან სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე ხალხი, როგორ ამყარებდა კონტაქტს და როგორ საუბრობდნენ და საერთოდ პაპის ნათქვამიც კი სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობამ როგორ გაიგო, ყველას თავისი ენაზე გადაუთარგმნეს პაპის მოწოდება. მოკლედ, ბრძოლით აიღეს იერუსალიმი. რა თქმა უნდა, ამ თემაზე დოკუმენტები არ არსებობს. საუბარია დოკუმენტებზე და არა ისტორიულ წყაროებზე. არც ერთი ქაღალდი არ შემორჩენილა ამ ამბებიდან და არც ერთი არყის ქერქიც კი. ყველაფერი დაიწვა 1000 წელი გავიდა და ყველაფერი დაიწვა. ყველაზე ძველი წიგნები ჩვენთვის 1890-იანი წლებით თარიღდება და მხოლოდ ასეთ წიგნებს
თუ შევხვდებით. ახლა განვიხილოთ მხარეების ძალები. თუ კი იერუსალიმამდე 4000 კილომეტრი გაიარეს და თუ ვიანგარიშებთ დღეში 40 კილომეტრს ცხენით გადაადგილებას, მაშინ 100 დღე გამოვა მინიმუმ. აი ეს 30000 ქვეითი ჯარისკაცი, 5000 კავალერია და გლეხი ჯვაროსნები 100000-ზე მეტი. 140000 ჯარისკაცი დღეში 140 ტონა საკვებს უდრის. თუ კი 3 თვე იარეს, მაშინ მივიღებთ, რომ ჯვაროსნებმა მინიმუმ 14000 ტონა საკვები მიიღეს. კილო კი არა, 14, ანუ A პუნქტიდან B პუნქტამდე იერუსალიმამდე სანამ ჩავიდნენ, ჯვაროსნებმა ჯამში მინიმუმ 14000 ტონა საკვები მიიღეს და ასევე 14000 ტონა საკვები ისევ უკან დაბრუნების დროს. თვითმხილველის ჩვენებების მიმღეობა. დაიან ფრანსუას და სხვა იერუსალიმის მკვიდრთა ანონიმური ნაშრომები. ფრანგების ისტორია, რომელმაც იერუსალიმი აიღეს. დაწერილი იქნა 1908 წელს. ეს ისტორია 1000 წელი ფიზიკურად ვერ იქნებოდა შენახული. სად უნდა შენახულიყო ტექსტები ამ ბრძოლების შესახებ? თიხის ფირფიტებზე? თქვენ ასეთი რაოდენობის ინფორმაციას ვერასდროს ვერ შეინახავთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სრული ფეიკია და რა თქმა უნდა ანალოგიური ფეიკ ინფორმაცია დანარჩენი ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ბრძოლების ისტორიებიც. პაპმა რაღაცა გამოაცხადა მთელ ევროპაში ეკო გავრცელდა, ხალხებმა როგორც ზომბებმა ხელები წინ გაიწოდეს და აღმოსავლეთისკენ დაიძმნენ გარკვეული მიწების გასათავისუფლებლად. ამისი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯამში 280000 ტონა საკვები იმ დროს და მით უმეტეს მინდორ და სოფელ არ ყოფილა. წაღებითაც ვერაფრით ვერ წაიღებდნენ. ამხელა რაოდენობის საკვებიც კი ვერ გაიზრდებოდა ვერსად. ამ რაოდენობის ხალხიც არ იყო მაშინ ქვეყნებში. მოსახლეობის სახით არ იყო ამდენი ხალხი. ისტორია სრულიად გამოგონილია და ადამიანური სისულელის დაცინვას წარმოადგენს. ანუ ახლა გადავდივართ თემურლენგის არარსებობაზე. წარმოიდგინეთ, ხახნო თემურლენგი საქართველოში შემოჭრილი არის 7ჯერ მინიმუმ და მერვეთან, მეგონი 8ჯერ, როგორც მახსოვს. საერთო ჯამში მე როგორ ხედავ ამ ყველაფერს? ერთადერთი, აი ასეთი ტიპის ბრძოლები შესაძლებელი არსებობდეს კომპიუტერულ თამაშებში. როდესაც შენი დოტას თამაშობ, რაღაცა იმას თამაშობ, LOL-ს თამაშობ, Warcraft-ს თამაშობ, რაღაც სტრატეგიულ თამაშებს თამაშობ, სადაც ეს პერსონაჟები, ანუ ითხოვენ მარტო რაღაც დენი შევიდეს კომპიუტერში. ანუ მათ არ შეათ, არ წურიათ, არ ცხელათ, დაავადებები არ აწუხებთ. ისა რა ქვია, ფეხზე რაღაცა მაზოლი არ აწუხებთ და ასე შემდგომ. მოკლედ, ეხლა ისეთ ფაქტებს მივადგებით თემურლენგთან დაკავშირებით, რისი უარყოფაც არის გამორიცხული და ალბათ შევეჯახები მომავალში ვიღაც ისტორიკოსებს, იმიტომ რომ ამაზე უბრალოდ ვინც არ უნდა დაუდგეს ამ ინფორმაციას წინ, მე ვინმეს კი არ ვეკამათები, ამ ინფორმაციას, აი ლოგიკურ აზროვნებას, რაც ყოფიერება, ადამიანის ბიოლოგიური ყოფიერება რაც არის, ამას ვერავინ ვერაფრით ვერ გადაჭრს. რაღაც ვიდეო შემხვდა, ვიდეო იყო იქ შევინახე, უდაბნოში ყინულებს როგორ ამზადებდნენ, რა უდაბნოში, რა ყინულები ხახნო, ეებია მოგონილი არ ვიცი. მოკლედ, თემურლენგი არ არსებობდა. იგი რა თქმა უნდა გამოიგონეს. მისი ლაშქრობები ფიზიკურად შეუძლებელია. 1,200,000-იანი ჯარი ინდოეთის უდაბნოში ატარა და ლაშქრობა 4 წელიწადს გაგრძელდა. მან ჯარები ოსმალეთის იმპერიაშიც გაგზავნა და ინდოეთის იმპერიაშიც. ლაშქრობა უდაბნოში, სადაც ცხენებს ვერაფერს აჭმევ, თუ კი უდაბნოში 1,200,000-იანი ჯარი მიდიოდა, თუ კი კოლონაში 4 ადამიანი იდგა, მაშინ ეს არმია 300 კილომეტრზე გადაიჭიმებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ უდაბნოში სიცხეა, ყოველდღე ბანაობა იქნება საჭირო, მაგრამ ვერსად ვერ დაიბანდნენ. ეს კი საშინელი წვალებაა. ისინი გამუდმებით ღია სივრცეში ირბენენ ტუალეტისთვის. ამ დროს კი გამუდმებული ცხელი ქარები იქროლებდა. მტვრითა და ქვიშით დაბინძურებული ქარები კუჭში გასვლას, წყლის არქონისა და ჰიგიენის ვერდაცვის პირობებში ყოველი მებრძოლისთვის 100%-იან ბუასილს გამოიწვევდა. საშინელი ორგანიზმის ანტისანიტარია უამრავ კანის პრობლემებსაც შექმნიდა. ეს ყველაფერი მთელ გადასაადგილებელ მარშრუტზე არეულობასა და ჯარის დაფანტვას გამოიწვევდა. ამხელა მანძილზე კი საკვების გარეშე გამგზავრება შეუძლებელი იქნებოდა. 100 დღეს 100
100 დღეზე 120,000, ნახეთ, 100 დღეზე 120,000 ტონა საჭმელი და ამხელა რაოდენობის საკვებს ვერ მოიყვან. ანუ არსად არ არის ამდენი რაოდენობის საკვები. არ იქნებოდა მაშინ. ვერ მოიყვან. მომთაბარე ტომები მიწათმფლობელებად არ ითვლებოდნენ. ანუ მომთაბარე ტომები ხო ვისაუბრეთ რომ არ არსებობდნენ, მაგრამ ოფიციალური ისტორიის მიხედვით რომ მივყვეთ ჯერ, მომთაბარე ტომები მიწათმფლობელებად არ ითვლებოდნენ. ანუ ისინი სტეპებში ცხოვრობდნენ და ამიტომ მათ გარკვეული ჯიშის ცხოველებისთვის უნდა ედევნათ. მაგრამ რა ტიპის ცხოველებს წაიყვან თან როცა უდაბნოში მიდიხარ? ასევე ხორბალი არა გვაქვს. ამიტომაც გზად დაჭირდებოდათ ვინმეს გაძარცვა. მაგრამ აღმოსავლეთში გასაძარცვიც არაფერია. იქ დღესაც კი ძალიან დიდ სიღარიბეში ცხოვრობენ და მათ არაფერი არ აქვთ. მონღოლეთში ახლა მოსახლეობა 3 მილიონია და საიდან მოხდა მაშინ მოსახლეობის ზრდის ამხელა ნახტომი? თითოეული ჯარისკაცი ერთი ხმალი მაინც უნდა ჰქონოდა. ამიტომაც უნდა ეწარმოებინათ 1,200,000 ხმალი. ანუ ჯარისკაცი რა არის ხმალი თუ არ უჭირავს, ხო? ანუ ერთი ხმალი ხო უნდა ჰქონოდა. აი მოკლე ვიდეოებში გადადით ხმალს როგორ აკეთებს ტიპი რა და დანადგარების გარეშე როგორ უნდა ვერ გააკეთებ ხალხო ხმალს, შანსი არ არის. ეხლა წარმოიდგინეთ ეგეთი ხმლის დამზადება 1,200,000 ცალი. მიეც შეკვეთ ეხლა, რა თქმა უნდა ერთ ხელოსანზე არ არის საუბარი. 1000-ობით ხელოსანი იყო, ტექნიკა ჰქონდა და ხელოსანი რამდენი იქნებოდა ეგეთი? რამდენიმე ასეული, ხო? რამდენიმე ასეული მაქსიმუმ. მაგ ტექნიკის გარეშე ვერ გააკეთებ. ხვალ ეს ხომ მეტალია და 1200 ტონა გამოვიდოდა. თემურ ლენგი იმას ხომ ვერ დაუცდიდა თუ როდის დაამთავრებდნენ ხელოსნები ამდენი ხმლის გამოჭედვას? ანუ შეკვეთაც რომ მიგეცა, ამას ძალიან ბევრი წლები დაჭირდებოდა. ცხელ ქვიშაზე ფეხში შველა სიარული გამორიცხულია და ჯარისთვის რაიმე ფეხსაცმელები უნდა დაემზადებინათ. სანდლებიც, ანუ აი ბასანოჭკები სანდლებიც რომ შეეკერათ, ეს უკვე წარმოებას ნიშნავს. ანუ 1,200,000 ბასანოჭკის სანდალი, ეს უკვე არის წარმოება. სანდლებიც რომ შეეკერათ, ეს უკვე წარმოებას ნიშნავს და ამისათვის საჭიროა რომ არსებობდეს ბაზარი და ეკონომიკა. მაგრამ ადამიანი იმ დროს ეკონომიკით არ იყო დაკავებული. თემურ ლენგმა შეაგროვა არმია, კოლონებში ჩააკრა და უდაბნოში წაიყვანა. 4 წლის განმავლობაში კი ჯარს ჩაცმა დაჭირდებოდა და ამდენ ხანში საცვალი წუსებისგანაც კი ნაფლეთიც კი აღარ დარჩებოდა და ახალი იქნებოდა საჭირო. გზად სხვა ვერ გახდიდნენ. გზაზე დასახლებებიც კი რომ გაეძარცვათ, მაქსიმუმ პირველი კოლონის 10,000 ადამიანს დააპურებდა ეს მოროდიორობა რა. ჩაიცვამდნენ ნაძარცვს 60 და მორჩა. ჯარის დანარჩენი ნაწილი შიმშილით დაიხოცებოდა. რადგან მათ ყველა შემდგომი ძარცვის მერე დანაგვიანებული მიწის მეტი არაფერი შეხვდებოდათ. უდაბნოში ისეც ხელა რომ თითო ადამიანს მინიმუმ 5 ლიტრი წყალი უნდა დასალევად. აი მე გეუბნებით, მე ვიყავ 2014 წლის, რომელი იყო 14 აგვისტო იყო, მოგდა აგვისტოს შუა რიცხვები იყო. აბულის მთაზე ვიყავით მეგობრები რა, მე და ერთი მეგობარი და აი მაგაც მე ლაივებშიც მისაუბრია. გეუბნებით რომ ადამიანს შეუძლია მასეთ სიცხეში დალევოს 10 ლიტრი ხალხო, 10 ლიტრის დალევა შეუძლია. მაგრამ 6 თუ 7 litrზე მეტი ვერ წავიღეთ ზურჩანთ, იმიტომ რომ სხვა ბარგიც მქონდა. აბულის მთაზე ავედით, თითქმის ბოლომდე ჩამოვედით და მე ანუ უკვე ჰალუცინაციები გვეწყებოდა მეორე დღეს, იმიტომ რომ წყალი გაგვითავდა, 7 ლიტრი წყალი მეორე დღეს უკვე გაგვითავდა. უდაბნო აღმოჩნდა და მე მდინარეებს ველოდებოდი და მდინარესთან ნაკადულებს ველოდებოდი და მე მწყემსება მოგცეს წყალი, რომელიც აი ნახეთ რამდენიმე ანუ აი რაღაცა კილომეტრების ჰექტრობით ტერიტორიაზე უშველებენ მინდვრებში. აი ტიპებს ჰქონდათ წყარო, სადღაც აი როგორც ბალახი რო აქ პატარა დირკა იქნებოდა პატარა წყარო, რომელიც მარტო მწყემსებმა იცოდნენ და აი შანსი არ არის რომ შენ იქ იმ სიცხეში, აგვისტოს სიცხეში მე გეუბნები დაჟე იქ სადაც ბალახიან უდაბნოზეა საუბარი, სადაც საძოვრებია. იქ ჩვენი იმ წყალს ვერ ვიპოვიდით რა. შეიძლება გზამდე ვერ მოგვეღწია, იმიტომ რომ აურთქლება იმდენად დიდია. ეხლა ქვიშიან უდაბნოში, ნუ აქ-იქ იქნებოდა ბალახი, მაგრამ ძირითადად ქვიშიან უდაბნოში შენ მიდიხარ 4 წელი. წყალი რითმი გაქვს, აი საინტერესოა.
გეუბნები მე ჩემს თამზე გამოვცადეთ ბოლოს ტოფიტას ვღეჭავდით, იმიტომ რომ გადარჩენის ვიდეოებში მქონდა ნანახი რომ თუ არაფერი არ აქვს მაშინ ქვა უნდა ჩაიდო პირში და ესე ატრიალო პირში რომ ანუ ტოფიტა მქონდა და ტოფიტას ვღეჭავდით რომ ესე იგი ნერწყვი გამოიყოს, ანუ გადარჩენის ვიდეოებში ეგრე რომ ნერწყვი გამოყოს პირის აპარატმა რომ ყელი არ გაგიშნეს. ყელი თუ გაგიშნას ცუდად არის შესაძლებელი. ანუ რომ ნერწყვი ცოტა ჩავიდეს რომ ეს ხორხი თუ რაღაც საყლაპავი მილი ოდნავ სველად შენარჩუნდეს. ამაზეა საუბარი. მე ამას გეუბნები პირველ დღეს რომ გავგვითავდ, მეორე დღეს გავგვითავდა წყალი რა, მეორე დღეს რა. ღამე საშე დეკემბრის სიცივე იყო თან კარავში და ნუ რა ჯოჯოხეთი გამოვიდა ეს რა იყო. ხო და აი მე მაშინ მივხვდი რომ აი თითო დალევაზე გეუბნები თითო დალევაზე აღარ მქონა აი რო დამელია, მაგრამ აღარ მქონა, მაგრამ თითო დალევაზე აი ბაკურიანის და რაღაცა მთის წყლები რო არის, 9 ლიტრიანი, ერთ დალევაზე ერთს ეგრევე ჩაცლი. და ეს დალევა ყველა 9 საათში ერთხელ, 9 საათში ერთხელ, ნუ მაქსიმუმ 1 საათში ერთხელ, აი როგორ გითხრა, გინდა რა, 9 ლიტრი რო ეგრევე ჩაცალო. და ეს მუცელი კი არ გაგებერება, ეგრევე აი როგორ ორგანიზმი იწოვს, იმიტომ რომ იმდენად დიდია აორთქლება რა. გზად კი ორი მდინარე შეგხვდებათ. პეშვით დალებთ წყალს, აქ იგულისხმება რომ ჭურჭელიც არ ქონდათ მაშინ. პეშვით დალებთ წყალს და მორჩა. მერე რაღაც იზავთ, ამიტომაც ნებისმიერი განხრით თემურ ლენგის პერსონის არსებობა თავის არმიასთან ერთად სრული აბსურდია. მის გარშემო ასეულობით ადამიანი გადაადგილდება, რომელიც მზეზე სიცხისგან რასაც ქვია რომ საშინლად ყარნან. და ამ სიცხისგან თვითონ თემურ ლენგიც ისე იქნებოდა გადამწვარი რომ ზანგს დაემსგავსებოდა. ზოგადად ლენგს ფიზიკურად ვერ ეცოდინებოდა თუ რა არის ინდოეთი, რადგან მას რუქაც ვერ ექნებოდა. მონღოლეთში იქ მცხოვრები თავის ხალხის ჯარისკაცების რეკრუტირებასაც ვერ შეძლებდნენ, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთისგან 50-100 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდნენ. მათი მოძებნაა საჭირო, სიარული, ორიენტირება და დღეს კი ყველაზე ცუდად განვითარებული ქვეყანა მონღოლეთია. მოიგონეს ყველაზე დიდი ბრძოლები და იმპერიების დაპყრობა, რომელიც თითქოს და თემურ ლენგმა განახორციელა. და ასეთ პირობებში 7-ჯერ როგორ უნდა და 8-ჯერ როგორ უნდა შემოჭრილიყო საქართველოში და დაბრუნებულიყო მე უკან და კიდე ბრძოლები გაეგრძელებინა რაღაც იქით ევროპის და რაღაცა მიმართულებებით რა მარშრუტებით მაგას ქონდა რა. ნახვამდის კარგად ბრძანდებოდეთ.